მარიამ, ივანე კაპანაძის გამოკითხვის პროცესი სულ რამდენიმე წამის წინ დასრულდა, თითქმის 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა მისი გამოკითხვა. ეს არის პოლიციელი, რომელმაც მიიღო დაზიანება, დაზარალებული სტატუსი აქვს სწორედ და ამტკიცებს, რომ ხელის არეში მიიღო დაზიანება, სწორედ საპროტესტო აქციების დროს მას მოხვდა ქვა, რის გამოც ქირურგიული ჩარევაც კი დააჭირდა, თუმცა რამდენიმე საინტერესო დეტალი არის მის საქმესთან დაკავშირებით. პოლიციელი ამბობს, რომ სხვა პოლიციელებმა აიყვანეს სასწრაფო დახმარების ბრიგადასთან და შემდეგ გადაიყვანეს უკვე საავადმყოფოში. აქ ძალიან საინტერესო არის ის, რომ სასწრაფო დახმარების მხრიდან არანაირი გაცემული დოკუმენტი არ არსებობს, ეს არც საქმის მასალებშია. პოლიციელი ვერ იხსენებს, ვინ გაიყვანა, რომელმა სამართალდამცველებმა მიიყვანა სასწრაფოსთან, არანაირი თვითმხილველი არ ყავს. ამ ფაქტს, რაც ადვოკატებს უჩვენთ, განცდას, რომ შესაძლოა დაზიანება სხვა ადგილას ჰქონდეს მიღებული პოლიციელს და იმის გამო, რომ დაზარალებული სტატუსის მქონე პოლიციელები ჭირდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეს პოლიციელი გააფორმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სწორედ თითქოს აქციის მონაწილეების მხრიდან მოხდა დაზიანება. ამ ეჭვს ამყარებს კიდევ უფრო მეტად ის, რომ პოლიციელი ამბობს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია, ვინ მიაყენა დაზიანება, არ დაუნახავს და არ შეუძლია ამოიცნოს ადამიანები, ვისი მხრიდანაც ხდებოდა სწორედ ძალადობა პოლიციელის შეფასებით აქციაზე. სასწრაფოს მანქანაში ეს დახმარება, როდესაც გაგეწიათ. ეს ფურცელი შეივსო? მე არ მახსოვს ახლა შეივსო თუ არა ფურცელი, რეალურად გამეწიეს ამის დახმარება. მე იმ პერიოდში ვიყავი დაძაბული, რაღაც ხელის არეში ჰქონდა ტკივილი და ფიზიკურად ორიენტაციას ვერ მოვხდები. რომელი ხელი ფურცელი შეივსო? აი მარჯვენა ხელი იყო ეგ. მარცხენა ხელზე მქონდა, აი ფორმაში წერია, რომ მარცხენა ხელზე. მაინტერესებს, აი 2 წამის წინ შევა მე მომესმა, მარჯვენა ხელი იყო და ეს პროკურორმა რომ გითხრათ, მაგის შემდგომ შეიცვალა თუ თქვენ გაგახსენეთ? არა, უყურე შეიძლება მექანიკური შესწავლა მოვიდა თუ არა, ამ დაზიანებასაც ეხლა შეგვიძლია განვამიჯნოთ მარჯვენა მარცხენა რომელი, ანუ რომ ანახოთ რომელ ხელზე. მარცხენა ხელზე დემონსტრაციულად გაჩვენეთ და შეგიძლიათ დაზიანებას ნახოთ შრამის სახით, რა ვიცი. თქვენ ტანსაცმელი სისხლით დაიშორა, ხო ესეა? დიახ, ჰქონდა. ეს ტანსაცმელი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის სამმართველოში მიიტანეთ და ამოიღეს, ხო ესეა? არ მოიტანეს. სასწრაფოს ბარათი არ გაქვთ, როგორც გავიგე. ტანსაცმელი პოლიციის განყოფილებაში არ მიგიტანიათ. თქვენს გარშემო დაზიანებას რომ ვინმე შეესწრო, ეს პიროვნებები არ გახსოვთ. აი, მე რაღაცნაირად ჯერაც მინდა რომ ჯეროდეს თქვენ და აი რაიმე მტკიცებულება არსებობს თქვენ რომ საერთოდ ამ აქციაზე იყავით, ეს ერთი და მეორე ეს დაზიანება რომ საერთოდ აიღეთ. რაიმე გაქვთ ამის დამადასტურებელი? დაზიანება რომ აქციაზე ვიყავი, მივიღე რამდენიმე თანამშრომელმა ამაცილა სასწრაფო დახმარების ბრიგადამდე, შესაბამისად მათ ექნება ცნობა იმის თაობაზე. ხა გაგახსენებთ მათი სახელი და გვარები, ვინც გაცილათ სასწრაფომდე? არ მახსოვს სიმართლე გითხრათ. ანუ ვერავინ დაადასტურებს რომ სასწრაფომდე აგაცილეს, ხო ესეა? არ მახსენდება სახელი და გვარები უშუალოდ. ვისი მე მაქვს უფლებები? ივანე კაპანაძე დღეს ძირითადად დაცვის მხარის კითხვებზე პასუხის დროს ამბობდა, რომ არ ახსოვს, არ იცის, არ შეუძლია გაიხსენოს, არ აქვს ინფორმაცია, ვერც უარყოფს და ვერც დაადასტურებს. ეს იყო ძირითადად ის ფრაზები, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებდა პოლიციელი, როგორც დღეს სასამართლო პროცესზე გაჟღერდა, მისი ფორმის ამოღებას, სავარაუდოდ გამოძიებას მოუწევს მტკიცებად, რადგან ირკვევა, რომ დასისხლიანებული იყო ეს ფორმა, თუმცა პოლიციელმა მტკიცებულებები გაადამალა, არ მიაწოდა გამოძიებას, არ წარადგინა ის ფორმა, სადაც სისხლი იყო სწორედ დაფიქსირებული ის დაზიანებების შემდეგ, როგორც თავად აცხადებს, ფორმა ეცვა და ამ ფორმაზე არის აღბეჭდილი მისი დაზიანებები და კვალი სისხლის. სხვათა შორის დღეს მოუწია მოწმეს გაეხსენებინა ზუსტად სად იდგა მაშინ, როდესაც ქვა მოხვდა აქციის მონაწილეების მხრიდან მისი მტკიცებით და დღეს იმისთვის, რომ უფრო კარგად დასანახი ყოფილიყო საზოგადოებისთვის, სამართლოსთვის, ის წამოდგა და აჩვენა თუ როგორ ეკავა ხელები, როგორ ქონდა ხელები მაშინ, როდესაც აქციის მონაწილეების მხრიდან მოხვდა ქვა.
ვიდეოში ჟანს ქუჩაზე ესე წინ იყო რუსთაველის გამზირი დაახლოებით ესეთ პოზიციაში ვიყავი ხელები მქონდა მომზადებული იმისათვის რომ რაიმე ჩემსკენ მომდინარე ნივთი ამერიდები მადლობა ჩაფხუთით თქვენ როგორც აღწერთ რომ ქვები და სხვადასხვა ნივთები სვიოდა წვიმასავით და იდექით მესამე რიგში მაშინ ხელები მუცელს რატო ქონდა დადებული და არა თავზე რომელიც ყველაზე უფრო მაღალი ალბათობით დაზიანების ასე ვთქვათ მაღალი ალბათობით უშუალოდ ნივთები რაც ჩვენსკენ მოდიოდა ვცდილობდი დამენახა და გავრიდებოდა საჭიროების შემთხვევაში ან უეცარი რეაგირება ხელით მომეხდინა და ამეფარებინა რა ვის თუ კი ივანე კაპანაძე პოლიციელი ცდილობდა რომ ძალიან დამაჯერებელი ყოფილიყო დღევანდელ სასამართლო პროცესზე თუმცა ის ტყუილში ადვოკატებმა არაერთხელ გამოიჭირეს ირკვევა რომ ის რომ აქციის მონაწილეები პოლიციელის შეფასებით პიროტექნიკას პოლიციელებს ესროდნენ ამის შესახებ ინფორმაცია მას სხვადასხვა მედია საშუალებებით ჰქონდა ასევე ამავე მედია საშუალებებით ვერ გაიგო და ვერ ნახა მან ვერც ერთხელ რომ პოლიციელები ძალადობდნენ აქციის მონაწილეებზე, ასევე დაისვა კითხვები მისი გამოკითხვის ოლქთან დაკავშირებითაც ირკვევა, რომ გამომძიებელი 28 ნოემბერთან დაკავშირებით კითხავდა პოლიციელს, თუმცა ის ჩვენებას 1 დეკემბერთან დაკავშირებით აძლევდა, რაც ბუნებრივია უზუსტობა, არადა ამ მოწმემ დღეს სასამართლოს უთხრა, რომ რამდენჯერ მიაქვს წაკითხული მისი ჩვენება, თუმცა არაერთხელ გამოიჭირეს დღეს მოწმე პოლიციელი ადვოკატებმა ტყუილში. ნოემბრის ეპიზოდს აღწერთ აქ 28 ნოემბერზე კი იხილეთ პიროტექნიკა თქვენი თვალით 28 ნოემბერს 28-ში არა ანუ გითხრათ ვიღაცამ ხო დიახ და ორ წყაროს ასახელებთ ხელმძღვანელობას და საინფორმაციო საშუალებებს მიუხედავად იმისა რომ მასალებს არ გაცნობილ ხართ საიდანღაც გაქვთ ინფორმაცია რომ ამ ადამიანების ჩადენილი ქმედება რასაც ედავებიან არის ის რომ ისინი თავს ესხმოდნენ პოლიციელებს ხო ესეა მე საკუთარი თვალით ვიხილე რომ პოლიციელებს თავს ესხმოდნენ არა თქვენ ეს ადამიანები იხილეთ რომ პოლიციელებს თავს ესხმოდნენ მე არც უარყოფ არც ვადასტურებ არა არა ერთ ბატონი ვარ ნახეთ არც უარყოფ არც ვადასტურებ და პრესცენს მიმართო ხო ის ხო არ არის გამოცნობა ხო არ თამაშობთ კითხვა არის ესეთი თქვენ ბრძანეთ შემთხვევით დავინახეო და იქ მნიშვნელოვანი მომენტია თქვენ დაინახეთ ეს ადამიანები რომ პოლიციელებს თავს ესხმოდნენ არ მაინტერესებს რას ადასტურებთ რას უარყოფთ დაინახეთ თუ არ დაინახეთ არ ვიცი რას ნიშნავს დაინახეთ თუ არ დაინახეთ ეს არის კითხვა რა არიცით იდენტიფიცირებას კი ვერ მოვახდინე, ესე იგი ვის გახდებოდა თავდასხმა ანუ როგორ მეწოდინება ეს ადამიანები იყვნენ თუ არ იყვნენ ხართ თუ არა მოწმე იმისი რომ ბრალდებულები თავს დაესხნენ პოლიციას როასინდისის პატიმრის საქმეზე ორი მოწმე უკვე გამოიკითხა ორივე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოადგენდა სხდომაზე ამ წუთებში მესამე მოწმის გამოკითხვა იწყება ისიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია